მინდა ჩვენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საარჩევნო დაპირებას შევეხო. იცით რომ არჩევნების პირველივე დღიდან დავიწყეთ ზრუნვა ქალაქში არსებული პრობლემების შესწავლაზე, პრიორიტეტების განსაზღვრაზე, თუ რა არის ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი. როგორც მოგეხსენებათ, თბილისი ძველი ქალაქია, მოძველებული ინფრასტრუქტურით, შენობა-ნაგებობებით, სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი საცხოვრებელი კორპუსი არის თბილისში, რომელიც არის ავარიული, ამორტიზირებული, საჭიროებს განახლებას, ჩანაცვლებას, მოწესრიგებას და ჩვენმა გუნდმა აღნიშნული მიმართულება განსაზღვრა როგორც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. ჩვენ ვიმუშავეთ ამ საკითხთან დაკავშირებით და იცით რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა შევიმუშავეთ, რომელიც წარმატებით მუშაობს, ხორციელდება და გვაქვს კონკრეტული პროექტები ამ პროგრამებით, რომელიც კეთდება და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ჩამოგითვალოთ კიდევ ერთხელ საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, როგორც მოგეხსენებათ, თბილისის განვითარების ფონდი ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს ისტორიული ბუნების რეაბილიტაციაზე, განახლებაზე. ჩვენ გვაქვს ასეთი კარგი წარმატებული პროექტები, როგორც არის გუდიაშვილის მოედანი, მიმდებარე ქუჩები, მისი განახლება, ორბელიანის მოედანი, გვახსოვს თუ რამდენად ცუდი და მძიმე მდგომარეობა იყო, გვაქვს ასევე ინდივიდუალური სახლები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის შენობა-ნაგებობები, რომლებიც რეაბილიტირებულია, განახლებულია. უახლოეს მომავალში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია, ტენდერები გამოცხადებულია სამშენებლო სამუშაოებზე და დავიწყებთ ინგოროყვას ქუჩისა და სულხან საბას ქუჩის სრულ რეაბილიტაცია განახლებას. პირველი მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვლება და იქ არსებული შენობა-ნაგებობები სრულად რეაბილიტირებული და განახლებული იქნება. ასევე შევქმნით ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რასაც ასევე თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს. ამ პროგრამის ფარგლებში არც ერთი თეთრი არ ეხარჯება ჩვენს თანამოქალაქეებს, მთავარია ავარიული სახლში მცხოვრები ადამიანების თანხმობა იყოს, აქ 100%-იანი თანხმობა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩანაცვლების პროგრამა გახორციელდეს და იმ ავარიული საცხოვრებელი კორპუსის ნაცვლად ავაშენოთ ახალი თანამედროვე უსაფრთხო ქართული არქიტექტურის შენობა-ნაგებობა და იქ მცხოვრებ ოჯახებს უკვე გადაეცემათ გარემონტებული ყველანაირად მოწესრიგებული ბინები. ასევე გვაქვს პროგრამა, როცა პროცესში ერთვება ბიზნესი, ჩვენ დეველოპერებს ვაძლევთ შესაბამის ხელშემწყობ ღონისძიებებს. ეს არის K2 კოეფიციენტის მატება, თუ სხვა პრეფერენციები, რათა მათ უზრუნველყონ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები მესაკუთრეების ფართებით დაკმაყოფილება და უზრუნველყოფა. სასიხარულოა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში უკვე ათეულობით პროექტია მიმდინარე პროცესში. არსებობს ისეთი ობიექტები, სადაც სამუშაოები სრულად დამთავრებულია, მოსახლეობა შესულია საცხოვრებლად და რა თქმა უნდა ეს სასიამოვნოა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი პროგრამებისა, გვინდა კიდევ ერთი ახალი პროგრამა შევთავაზოთ ჩვენს მოსახლეობას, თბილისელებს, რომელიც ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო. პროგრამა ეხება დედაქალაქის ისტორიულ უბნებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვას. არიან ადამიანები, რომელთაც არ სურთ, რომ მიუხედავად მერიის ჩართულობისა დაელოდონ სამშენებლო პროცესს და შესაძლოა ურჩევნიათ ამ ქონების მალევე გაყიდვა. სწორედ ეს პროგრამა იქნება კიდევ ერთი დამატებითი მექანიზმი და შესაძლებლობა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომ მიიღონ გადაწყვეტილება მათივე კუთვნილი ავარიული სახლების, საცხოვრებელი სახლების შესახებ. მუნიციპალიტეტი მზად არის გამოისყიდოს აღნიშნული ფართები. მერიის მხრიდან ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის მთავარი წინაპირობა იქნება შემდეგი. პირველი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ავარიულობის ხარისხი უნდა იყოს მე-4 ან მე-5 კატეგორია. ასევე გამოსყიდვაზე თანახმა უნდა იყოს ავარიული საცხოვრებელი სახლის ყველა მესაკუთრე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. აღნიშნული ავარიული სახლის დემონტაჟმა საფრთხე არ უნდა შეუქმნას მომიჯნავე მიწისნაკვეთზე არსებულ შენობებს, თუ იარსებებს ზეგავლენის საფრთხე, მაშინ მერია მზადაა, რა თქმა უნდა,
გვერდით არსებული შენობა ნაგებობაში მცხოვრები ოჯახების ფართებიც გამოისყიდოს და ისინიც ჩართოს აღნიშნულ პროგრამაში, თუ რა თქმა უნდა, იქნება მოსახლეობის თანხმობა. რაც შეეხება გამოსასყის ობიექტებს, გამოსყიდვას დაექვემდებარება საკუთრებაში რეგისტრირებული ყველა ფართი, თუმცა ზოგიერთი ფართის გამოსყიდვა ცხადია ვერ მოხდება და არც უნდა მოხდეს. მაგალითისთვის მინდა უბრალოდ მაგალითებიც მოგიყვანოთ. ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო ქონება, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ეზო და სხვა საერთო სარგებლობის ქონება. ეს არის ის ფართი, რომელსაც მერია ამაში ფულს არ გადაიხდის. თუმცა ის საცხოვრებელი ფართი, სადაც თქვენ ცხოვრობთ, დარეგისტრირებულია, თქვენი საკუთრებაა, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტი შეძლებს გამოისყიდოს აღნიშნული ფართები. ასევე ავტოფარეხი, ავტოსადგომი, ჩვენ გვაქვს პროგრამები, რომლის მიხედვითაც ამხანაგობის საკუთრებაში თუ მფლობელობაში არსებულ ავტოსადგომებს მთლიანად ვიღებთ და ზოგადად ქალაქში ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს უსახური ავტოფარეხები, რომელიც ძალიან დიდ ფართს იკავებს და უდიდეს პრობლემას წარმოადგენს საცხოვრებელ კორპუსების მიმდებარე ტერიტორიისთვის. ჩვენ უამრავი კარგი პროექტი განვახორციელებთ, სადაც დემონტაჟი გავაკეთეთ აღნიშნული ფარეხების, უდიდესი ტერიტორია გამონთავისუფლდა, სადაც გაკეთდა პარკები, სკვერები, მოეწყო სპორტული მოედნები და ვფიქრობ, ეს არის მიმართულება, სადაც კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ მოსახლეობის ჩართულობით, რომ რაც შეიძლება მეტი სივრცე გამოვანთავისუფლოთ იმისთვის, რომ შემდეგ, რა თქმა უნდა, გამოვიყენოთ აღნიშნული ტერიტორია სხვადასხვა სასიკეთო პროექტებისთვის. სხვენი და ტერასა, თუ იგი არ არის კეთილმოწყობილი, არ გამოიყენება საცხოვრებლად, რა თქმა უნდა, ჩვენ მაგას მაშინ ვერ გამოვისყიდით, თუ რა დარეგისტრირებული არ არის. თუ სხვენი ან ტერასა კეთილმოწყობილი იქნება, გამოყენებული იქნება საცხოვრებლად, დარეგისტრირებული იქნება, თქვენ საკუთრებაში იქნება, რა თქმა უნდა, მაგ შემთხვევაში ამ ფართებსაც გამოვისყიდით. რაც შეეხება შეფასებას, ყველა იმ ფართს, რომელიც დაექვემდებარება გამოსყიდვას, შევაფასებინებთ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და რა ფასადაც ის შეაფასებს, რაც ვიქნებით მოსახლეობას ის კონკრეტული თანხები შევთავაზოთ. ანუ ის საბაზრო ღირებულება, რაც არის მუნიციპალიტეტი, მზად იქნება მოსახლეობისგან გამოისყიდოს მათივე საკუთრებაში არსებული ფართები. ამასთანავე, ფართები, რომლებიც გამოიყენება საცხოვრებლად, შეფასდება როგორც საცხოვრებელი ფართები, ხოლო ფართები, რომლებიც არ გამოიყენება საცხოვრებლად, შეფასდება მათი ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით. გამოსყიდული ტერიტორიები უკვე მომზადება საინვესტიციოდ, ისე რომ ქალაქ გეგმარებითად იყოს ისტორიული უბნის სპეციფიკაციასთან თანხვედრაში და მოხდება მისი განკარგვა კანონმდებლობით დადგენილი წესით.